იცოდით, რომ თბილისში სტალინის არალეგალური სტამბა მუზეუმი არსებობდა? სტამბა მუზეუმი ავლაბარში, კასპის ქუჩის 7 ნომერში მდებარეობს. 1900-იანი წლების დასაწყისში სტამბის მოწყობა მიხო ბოჭორიძეს დაავალეს. მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ერთ-ერთმა მუშამ აქ სახლის მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, გადაწყდა, რომ 2 ოთახიანი სახლის ქვემოთ უნდა გაკეთებულიყო სტამბა. ბოჭორიძის მიერ მშენებლობასთან ერთად შემუშავებული კონსპირაციული გეგმის თანახმად, შენობის სარდაფქვეშ, ღრმა მიწისქვეშეთში განზრახული იყო არალეგალური სტამბის მოწყობა. სტამბა 1904-1905 წლებში სრული დატვირთვით მუშაობდა, მაგრამ 1906 წელს ჟანდარმერიამ სტამბას მიაგნო. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა შენობაში ჭის სიღრმის შესამოწმებლად ცეცხლმოკიდებული ქაღალდის ფურცელი ჩააგდო. ჭის ბოლოში სტამბისკენ გაჭრილმა გვირაბმა კი ქაღალდის შიგნით გაიტაცა. სწორედ ასე აღმოაჩინეს შენობის ქვეშ არსებული ფარული სტამბა. ჟანდარმერიამ სტამბა ააფეთქა, სახლი კი გადაწვა. 1935 წლის ნოემბრის დადგენილებით 1936-37 წლებში სტამბა კვლავ აღადგინეს, ოღონდ უკვე მუზეუმის ფუნქციით. რესტავრირებული ბოლშევიკური არალეგალური სტამბის მუზეუმის გახსნაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტამბაში პროკლამაციები 3 ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე იბეჭდებოდა.